ეთერშია რუბრიკა ბენეფიტი. დღეს ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენი სტუმარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. მადლობა ქალბატონო ნინო სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ქალბატონო ნინო, თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან. რატომ არის მნიშვნელოვანი ფერმერთა გაერთიანება და რა პრობლემებს აგვარებს მსგავსი ორგანიზაციული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობაში? პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ადამიანსაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, მით უფრო ანვითარებს ბიზნესს, ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ მგონია, რომ როდესაც ერთმანეთს უდგანან გვერდში, უფრო სწრაფად ვითარდებიან და ამავდროულად იმ შეცდომების პრევენციას ახდენენ, რომელიც მათ შეუძლიათ დაუშვან სოფლის მეურნეობის განვითარების და მათი სფეროს განვითარების პროცესში და ვფიქრობ, რომ მათი ერთობა ზოგადად ძალიან კარგი არის როგორც მათთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, ასევე ეკონომიკისთვის და რა ვიცი, ყველა წარმატებული ქვეყანა სწორედ ესეთ გაერთიანებებზე დგას და სოფლის მეურნეობის კლიმატს სწორედ ესეთი გაერთიანებები აყალიბებდა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადად ფერმერი, რომ გახდეს ასოციაციის წევრი და საინტერესო უფრო კონკრეტულად გვიანბოთ იმ მხარდაჭერებზე, რასაც ისინი მიიღებენ ასოციაციის წევრობის შემდეგ, ეს იქნება ცოდნის გაზიარების, ტექნოლოგიების, ბაზარზე წვდომის თუ ასე შემდეგ. როგორ იცვლება ფერმერის ყოველდღიური საქმიანობა ასოციაციის წევრობის შემდეგ? უნდა აღნიშნო, რომ 6,000 წევრზე მეტი ყავს დღეს გაერთიანებული, რომლებიც არიან მცირე და საშუალო, მიკრო არა ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცდილობთ იმ ადამიანების ერთობა, ასე ვთქვათ, ისინი გავაერთიანოთ, ვისაც წილი და ვისაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში და მშპ-ში. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც მცირე სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, თავიანთ სავარგულებზე თვითკმარ პროდუქციას აწარმოებენ, მათაც აქვთ ჩვენგან დახმარების, ასე ვთქვათ, რესურსები მიღებული, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ უფრო ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების წარმოჩენა გავაკეთოთ. როდესაც ჩვენთან ფერმერთა ასოციაციაში წევრიანდებიან, მათ აქვთ რამდენიმე მიმართულება. პირველი არის, რა თქმა უნდა, განათლება, რომელიც უპირველესია და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. მეორე, სარამდენო ორგანიზაციებთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით და დღესაც გვაქვს რამდენიმე პროექტი ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გქონდათ. ჩვენ თვითონ როგორც გრანტის გამცემები ასე ვიყავით და ასევე ვეხმარებოდით მათ, რომ ფინანსურ კაპიტალზე ქონოდათ ხელმისაწვდომობა ფინანსურ ინსტიტუტებთან და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მათთვის ბაზრის მოპოვება, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება არაჩვეულებრივი პროდუქტი ქონდეს ფერმერს და ძალიან გაუჭირდეს ბაზარზე გატანა. ჩვენ გქონდა და გვაქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა სასტუმროებთან და შუამავალი არის ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ეხმარება ფერმერებს ამ მიმართულებით და ასევე სუპერმარკეტის ქსელებთან, რომლებიც ძალიან გვიდგანან მხარში იმ კუთხით, რომ ქართულ პროდუქტს უფრო უკეთებენ წარმოჩენას. მე მგონია, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ ფერმერებს ჭირდება და ჩვენის მხრივ რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმ ასე ვთქვათ მასშტაბში, რაც ეხლა და როგორც ეხლა ვარ წარმოდგენილი, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ფერმერებისთვის. საინტერესოა საერთაშორისო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით, როგორ ეხმარებით ფერმერებს, რადგან რეალურად საკმაოდ რთული პროცედურებია, ეს არის სერტიფიცირება, ხარისხის სტანდარტი, ლოგისტიკა, როგორ ეხმარებით ამ საკითხების მოგვარებაში და პრობლემის გადალახვაში? პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, საერთოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩვენი მოსახლეობა არ უნდა იყოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადავდგით. პირველი ის, რომ ჩვენ შევქმნით სტანდარტი, გეოგაპი, რომელიც თანხმედრაშია ევროპულ სტანდარტ, პირველად წარმოების სტანდარტ გლობალ გაპთან და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ძალიან მინიმალური თანხებით და მაქსიმალური ჩართულობით ფერმერებს ჰქონდეთ ისეთი ხარისხიანი პროდუქტი, რომლითაც შევლენ ისინი ევროპულ ბაზარზე და არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე იქნება ეს გაერთიანებული ემირატები თუ სხვადასხვა ქვეყნები და არ იყვნენ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა, როდესაც ექსპორტზე ვსაუბრობთ, დაწყებული ენობრივი ბარიერიდან, იქ მარკეტინგული ხარჯებიდან, პრინციპში ეს რაღაცნაირად გადანაწილებულიც არის პროექტები სხვადასხვა ორგანიზაციებთან
ორგანიზაციებიდან, რომლებიც მათ ეხმარებიან, რომ თქვათ, მონაწილეობა მიიღონ გამოფენებში, მაგრამ ერთია რომ მონაწილეობა მიიღო გამოფენებში და მეორე არის რა პროდუქტს და რა ხარისხის პროდუქტს დაახვედრებს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს ჯაჭვი, რომელიც პირველადი წარმოების არის შემნახველამდე მივიტანოთ, დავეხმაროთ ამაში. რა თქმა უნდა, თუ მათ ჭირდება და აქვს სურვილი კონკრეტულ ბაზარზე შესვლის, იქაც ვეხმარებით, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მაინც პირველადი წარმოება იყოს სრულად ისე დაცული და შესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რომელიც ჭირდება ევროპულ ბაზარს. მაგრამ აქ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს სტანდარტი არ არის მხოლოდ ევროპისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვისაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი შვილებიც სწორედ ხარისხიანი პროდუქტით უნდა გამოიკვებენ. ამიტომ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთეთ, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობთ ექსპორტზე იმ პოტენციალის ათვისებას, რომელიც ჩვენ ფერმერებს გააჩნიათ. ქალბატონო ნინო, რამ განაპირობა ზოგადად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და დივერსიფიცირების რა გზები არსებობს? განაპირობა ალბათ იმან რომ მოსახლეობას უფრო უმარტივდება ენობრივი ბარიერი არ აქვს და უმეტესწილად ეს არის ხოლმე დასახელებული მიზეზი. მეორე ის არის რომ რუსეთიდან ჩამოდიან და ადგილზე ყიდულობენ პროდუქციას, თანხას უხდიან ფერმერს და შემდეგ ის უკვე მთელი წლის განმავლობაში მათთვის აგროვებს პროდუქტს. ნუ დივერსიფიცირების ნაწილში არის ის გამოწვევა, რაც აღნიშნეთ ხო, ენობრივი ბარიერი, ხარჯები, რომელიც მარკეტინგთან არის დაკავშირებული, თუნდაც ის რომ ლოჯისტიკური პრობლემები ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთზე არის საუბარი, ჩემდა სამწუხაროდ ისინი ჩამოდიან პირდაპირ თვითონვე აგვარებენ ლოჯისტიკას და ადგილზე ყიდულობენ ფერმერისგან. ეხლა ეს ერთის მხრივ ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერმერს ვერ ადანაშაულებ, იმიტომ რომ მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ჩვენი ამოცანა ეს არის და ჩემი აი რა ვიცი, სულ ამაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება რომ მოვახერხოთ ისე რომ არ ვიყოთ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. თან ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ჩვენი ქვეყანა 70 და რიგ შემთხვევაში 80%-იან იმპორტზეა დამოკიდებული, როდესაც ჩვენ საექსპორტო პოტენციალზე ვსაუბრობთ. ამიტომ ეს არ არის მოკლევადიანი გადაჭრის გზა, ეს არის უფრო მგონია რომ უფრო მასშტაბური, ძალიან ბევრი უწყება უნდა ჩაერიოს ამაში, იქნება ეს არასამთავრობო, იქნება ეს კერძო სექტორი, იქნება ეს სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად ერთიანად ჩვენ მტერზე არ ვიყოთ დამოკიდებული და მოვახდინოთ ის, რომ ფერმერებმა შეძლონ ევროპულ, უფრო გარანტირებულ და უფრო სტაბილურ ბაზარზე გასვლა. უფრო კონკრეტულ ნაბიჯებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ რეალურად კომუნიკაცია გაქვთ როგორც ფერმერებთან, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორთან. რამდენად ეფექტურია ზოგადად ამ მოცემულობაში ეს თანამშრომლობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აგროსექტორი, უფრო კონკრეტულად რომ გვიანბოთ. ხო, აგროსექტორს ნამდვილად ჭირდება გაძლიერება და ჩემდა სამწუხაროდ ბოლო რა ვიცი 10 წელია ამაზე ვსაუბრობ და ეხლაც ვთქვი რომ ქვეყანა არის ისე ვთქვათ ამბიციური თვალსაზრისით რომ იყოს აგრარული, სინამდვილეში არ არის აგრარული, ამხელა იმპორტი გვაქვს ქვეყანაში და პოტენცია ნამდვილად არსებობს იმაზე რომ ჩვენ თვითკმარი პროდუქტი ვაწარმოოთ და შემდეგ უკვე საექსპორტო ბაზარზე ვიზრუნოთ. კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ, მადლიერი გახლავართ, მე არის მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ის პროექტები, რომლებიც ფერმერებს ეხმარება. ერთ-ერთი ჩემთვის გამორჩეული პარტნიორი არის აჭარა ჯგუფი, რომელიც ჩვენი წევრი ფერმერების წარმოებული პროდუქტის შეძენას ახდენს და შემდეგ უკვე სტუმარმასპინძლობის სექტორში ვთქვათ, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია ხდება. ასეთი ესე ვთქვათ შესაძლებლობები არის სწორედ კონტრაქტზე დაფუძნებული ფერმერული მეურნეობების განვითარების შესაძლებლობა, რომელიც უკვე მერე ფინანსურ ინსტიტუტებთან ძალიან ამარტივებს ურთიერთობას. რა გამოწვევა აქვს ხო დღეს ფერმერს? პირველი არის ეს განათლება, ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, პრაქტიკულად ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი გადმოსახედიდან ამაში არის და მეორე სარეალიზაციო ბაზრები. არაფერი რომ არ ვთქვათ, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებზე და იმ ასე ვთქვათ განვითარებულ
პროდუქტებზე, რომელსაც სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული ქვეყნები ეწევიან, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ ყურაცაღები, რომ ბიზნესის ჩართულობით მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ანუ დიდი ბიზნესის ჩართულობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს დონორი ორგანიზაციები ჩემთან სამწუხაროდ აღარ არიან ესეთი აქტიურები ჩვენ ქვეყანაში. ალბათ სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტი რამ გაუკეთოს ფერმერს, მათზე მორგებული და არა რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება კაბინეტში, რომ რა უნდა გაკეთდეს პროექტი და შემდეგ უკვე იმ პროექტზე მოხდეს თქვათ რაღაცების დაშენება, არა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ფერმერზე უნდა იყოს მორგებული, იმიტომ რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი არის სწორედ ეკონომიკის მამოძრავებელი და დღეს ამ ხალხს, რომლებიც ამდენი წელია მართლა დაუღალავად შრომობენ და აწარმოებენ ქართულ პროდუქტს უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ და უნდა მიიღონ ჩემი აზრით. რეალურად დღეს ფერმერები ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან, როგორც არის მაგალითად ფინანსებზე წვდომა, ინფორმაციის დაცოდნის ნაკლებობა, ტექნოლოგიები, ბაზრები, მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სწორედ იმპორტ დამოკიდებულება არის, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ პრობლემებს სისტემურად და გამოწვევებს იმისთვის, რომ არ ვიყოთ იმპორტ დამოკიდებული და ექსპორტს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეს. ხო, მე ვფიქრობ, რომ სრულად უნდა პირველ რიგში ქართული მიწა, რომელიც ეს ვთქვათ ტრადიციულად იყო ერთ-ერთი გამოკვების შესაძლებლობა, ის არ არის სრულად გამოყენებული. იმიტომ რომ კიდევ არის დიდი რაოდენობა მიწის, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ვთვლი, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი, ამიტომ ეს ვთქვათ მოხდეს ამის გაცემა და კერძო სექტორის ხელში უნდა გადავიდეს იმისთვის, რომ ყველა სავარგული, რომელიც გააჩნია ჩვენ ქვეყანას, იყოს ათვისებული. პირველი ეს, მეორე უნდა იყოს ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა რეალურად შეძლონ მუშაობა. ჩვენ თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში დიდი მიგრაცია არის სოფლებიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს. ვერ გააკრიტიკებ, იქიდან გამომდინარე, რომ მათაც აქვს თავიანთი ახსნა, რატომ ტოვებენ, არა აქვთ ის სერვისები, არა აქვთ ის ცხოვრება, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ რეგიონებში, შესაბამისად ტოვებენ სოფლს და აღარავინ არის ამის გამგრძელებელი. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მერწმუნედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ზუსტად იგივე გამოწვევა განსაკუთრებით, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები შემოვიდა 21 საუკუნეში, ახალგაზრდები ცდილობენ, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახონ და სადაც არ არსებობს არანაირი ბარიერები და შენი ქვეყნიდან შეგიძლია სხვა ქვეყანას ვთქვათ გაუწიო სერვისი და ვერ გაამტყუნებ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესურად იყოს ვთქვათ დანახული სოფლის მეურნეობა. დღესაც აი მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ამდენი საინფორმაციო კამპანიებისა, როგორც არასამთავრობო დონორი იქნება თუ სახელმწიფოს მხრივ, მაინც სოფლის მეურნეობა არ არის ისეთ ბიზნესთან აღქმული, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ხა. სამწუხარო ციფრი არის, ხო, რომ ვთქვათ მოსახლეობის დაახლოებით 40%-ის წილი მოშიყუში არის 9 სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში 3%-ია და ამ 3%-ს ქმნის 30,000 ფერმერი. ბევრი გამოსავალი არსებობს დაწყებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებიდან, რომლებმაც რიგ შემთხვევაში იმუშავა, რიგ შემთხვევაში არ იმუშავა, ამასაც რაღაცა გარკვეული კულტურული, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირს უკავშირდება, ხო? ანუ ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა ავიყვანოთ იმ დონეზე, რომელზეც გვინდა. ოღონდ არა იმ მასშტაბით, როგორც ესე არის, იმიტომ რომ ითვლება, რომ რაც უფრო დიდი წილია ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის, უკეთესი არა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რაც უფრო დაბალია სოფლის მეურნეობის წილი, მაგრამ ამ წილს ქმნის, რაღაც ვთქვათ, თუნდაც 30,000 ფერმერი, ეს არის განვითარებული ეკონომიკა, იმიტომ რომ შეგიძლია რომ სხვა სერვისები უფრო განავითარო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ იმპორტზე დამოკიდებული არ ვიყოთ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებული, დაწყებული სტატისტიკის სწორად აღრიცხვით, დამთავრებული ლოჯისტიკის, ასე ვთქვათ, მიმართულებით, შემნახველები უნდა არსებობდეს, ფერმერების რეესტრი უნდა არსებობდეს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი ფერმერი რა პროდუქცია აწარმოებს, იმ კონკრეტული პროდუქტის ექსპორტის და იმპორტის წელი რამდენია. დღეს ჩვენ სამწუხაროდ ეს ციფრები მაინც ხელმიუწვდომელია ბიზნესისთვის. გვაქვს პოტენციალი ნამდვილად იმისი, რომ ჩვენ ვაწარმოოთ თვითკმარი პროდუქტი,
თუნდაც რამდენიმე პროდუქტის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის, განსაკუთრებით ეს იქნება ვთქვათ, ხორბალი, რომელიც არის ჩვენი სასურსათო უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვნახოთ ის ნიშა, როგორ შეგვიძლია რომ გავიდეთ საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა თუ იქნება ეს ეკოლოგიურად, ეს ვთქვათ, ბიოპროდუქტები, რომელზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას დიდ ქვეყნებს, როგორც ვთქვათ, ჩილე, თურქეთი, ჩვენი ნიშა უნდა ვნახოთ, ვაწარმოოთ ჩვენთვის საკმარისი პროდუქტი და შემდეგ უკვე ნიშური პროდუქტის ექსპორტი მოვახდინოთ. თქვენ აღნიშნეთ ახალი თაობის ეს ინერტული დამოკიდებულება სექტორის მიმართ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს სფერო ახალი თაობისთვის და აქტიურად ჩაერთონ მის განვითარებაში? ინერტულს ვერ ვიტყვი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული სოფლის მეურნეობაში, რომელიც განსაკუთრებით კოვიდის მერე დაუბრუნდა თავის სოფლებს და ძალიან ბევრი წარმატებული кейსიც გვაქვს. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ფინანსური კაპიტალი. იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ როდესაც გვაქვს სტარტაპი და დამწყები ბიზნესისთვის რაღაცა ხელშემწყობი, მერე არის უკვე დიდი ბიზნესებისთვის ხელშემწყობი და ის შუალედური რგოლი, სადაც მათ ჭირდებათ, იქნება ეს საბრუნავი საშუალება თუ იქნება ეს აქტივის შესაძენად თუ მიწის შესაძენად, იქ მათ ფინანსები არ აქვთ. და ყველაფერს ჭირდება ფინანსები. ამიტომ თუ ახალგაზრდა გვინდა რომ დავაინტერესოთ, მას უნდა შეუქმნათ ის ინცენტივები, რომელიც თქვათ, ან სოფელში დააბრუნებს, ან ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიის შესაძლებლობის შექმნას უბიძგებს, რომელიც თქვათ, შეიძლება მერე მხოლოდ ადგილობრივად კი არა საერთაშორისო არენაზე გაიტანოს. ხო, ეს ციფრული ტექნოლოგიის რესურსები არის შეუზღუდავი და აგრიტეკი დღეს მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ჩემდა სამწუხაროდ საქართველოში აგრიტეკი ეგეთი პოპულარული არ არის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს ვცდილობთ წიგნიც გამოვეცით აგრიტეკთან დაკავშირებით და ვცდილობთ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩავანაცვლოთ ბევრი რამ, რაც რითიც შეიძლება უფრო მიიზიდო ახალგაზრდები, მაგრამ ფინანსური კაპიტალი თუ არ იქნა მათთვის, ძალიან რთულია ეს ადამიანები დააინტერესო. და ბოლოს რა უნდა გავაკეთოთ ახლა, რომ 10 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობა გახდეს ქართული ეკონომიკის მთავარი წამყვანი დარგი, ერთ-ერთი მთავარი? ну, ფიქრობ რომ როგორ წარმოგიდგენიათ 10 წლის შემდეგ? ხო, 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია, რომ საქართველოში არსებობს, ვთქვათ, თვითკმარი პროდუქტი, სხვადასხვა, ვარ საკუთარ თავზე დამოკიდებული, აღქმულია სოფლის მეურნეობა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბიზნესი აგრომეწარმეების მხრიდან და ჩემი ყველაზე ის ვთქვათ, კარგი მოდელი მაინც არის ხოლმე ევროპული ანალოგი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის, როდესაც ნახავ წარმატებულ кейსებს, რომ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი არამც თუ სოფლის მეურნეობის კლიმატს ქმნის, არამედ აქვს თავისი სუპერმარკეტი, ბანკი, სადაზღვევო კომპანია და ასე შემდეგ. და ჩემთვის იდეალური ვერსია არის ის, რომ მასშტაბის ეკონომია მოხდეს, გაერთიანდეს ბევრი ფერმერი, ისინი იყვნენ წამყვანი ძალა, 10 წილი იყოს მშპ-ში, რაც შეიძლება დაბალი და შემდეგ უკვე საექსპორტო პოტენციალზეც ვიზრუნოთ. უნდა განვითარდეს რეგიონები და სერვისები ისე, რომ იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა სოფლის მეურნეობა და დაძალებით არის გადავიდეს სხვა სფეროში და ეს უკვე რეგიონული განვითარების მიმართულება არის ჩემი აზრი და იმ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ სოფლის მეურნეობაში იყოს, მიეცეს საშუალება, როგორც ვთქვით, განათლებაზე, ფინანსურ კაპიტალზე, საექსპორტო ბაზარზე, რომ უფრო მეტი რესურსი დახარჯოს და აკეთოს თავის საყვარელი საქმე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენი მოდელი აუცილებლად რეალობად იქცევა.